ზრდის მეთოდები და სახელმწიფოს როლი ორთოპედიული პრობლემების მქონე პირთა კომფორტული ცხოვრებისთვის. Ამ საკითხებზე დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაზე მოხსენება თურქეთის აუტიზმის ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილემ წაიკითხა. ადემ ქოიუნჯუმ შეხვედრაზე ფოტოსლაიდები წარმოადგინა, რომელზეც პრობლემასთან მიმართებით მეზობელი ქვეყნის მიდგომა და მკურნალობის მეთოდები იყო ასახული. მისი თქმით, მსგავსი ტიპის პრობლემების თავიდან ასაცილებლად სპორტული აქტივობა აუცილებელი. საერთაშორისო კონფერენცია ბათუმის დინამოსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და ბიზნესის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა. შეხვედრას, რომელსაც სტუდენტები და ლექტორები ესწრებოდნენ, ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისთვის გაუწია. ეს არის ბათუმის დინამოსა და განათლებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარებული პროექტი. მნიშვნელოვანია აქედან გამომდინარე, რომ სტუდენტებს მქონდეთ ინფორმაცია აუტიზმთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო პროგრამები ჩვენს რეგიონში ძალიან ნაკლებია. და ჩვენ ვცდილობთ, რომ მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია. თურქეთში აუტიზმით დაავადებული ბავშვებისთვის სახელმწიფოს მიერ შექმნილია სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები. ეს ყველაფერი არასაკმარისია და მათ უფრო კერძო სექტორი ეხმარება. ასევე გვაქვს სპეციალურად შექმნილი კერძო სკოლები. აუტიზმით დაავადებული ბავშვებისთვის განათლების მიღება სპორტთან ერთადაა საჭირო. სპორტი მათ გამოჯანმრთელებაში ეხმარება.